მოგესალმებით ჩემი კარგებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით და მე დღეს თქვენთვის გავაკეთებ საჯარო გაშლას მესიჯი სამყაროდან. მოდი ვნახოთ, რა მესიჯს გვიგზავნის სამყარო. მე აქვე მადლობას გადაგიხდით აქტიურობისთვის, მადლობა რომ ჩემთან ხართ. და მე კვლავ ველი, რაზე გსურთ შემდეგი ვიდეო რომ ჩავწერო, მომწერეთ კომენტარებში. მაშასე, მოდი ვნახოთ ახლა, რა მესიჯი აქვს ჩვენთვის სამყაროს. მესიჯი სამყაროსგან. გორიარკანი აყვა. პირველ რიგში ეს გაშლა იქნება იმათვის, ვისაც ძალიან დიდი გულის ტკივილი გქონდათ უახლოეს წარსულში. ძალიან დიდი იმედგაცრუება. ეს იმედგაცრუება შეიძლება დაკავშირებული იყოს სიყვარულს ეხებოდეს, სიყვარულთან იყოს დაკავშირებული, შეიძლება ოჯახის წევრებთან, შეიძლება აქ არ აგირჩიეს თქვენ და აი ამან ძალიან დიდი გულის ტკივილი და იმედგაცრუება მოგიტანათ, ვერ გააკეთეს თქვენზე არჩევანი, ან სწორად ვერ გაიგეს თქვენი, ან არ დააფასეთ თქვენი მოქმედება სათანადოდ, არ დააფასეს თქვენი გრძნობები და ემოციები სათანადოდ, აი ასეთი სიგნიფიკაცია გვაქვს. ნახოთ, რას ეხება ეს გულის ტკივილი, კიდევ თქვენი გულის ტკივილი. საკმაოდ დიდ ემოციებში ხართ, საკმაოდ შფოთი და გულის ტკივილი გაქვთ, იმის გამო სწორედ რომ თქვენ ვერ აგირჩიეს, არ აგირჩიეს, შეიძლება აქ სამკუთხედს უყურებდეთ და რომელიმე თქვენგანმა გაიგეთ ღალატის შესახებ, ან ადამიანი არ გამოდის თქვენთან ახლა კონტაქტზე და თქვენ იზოლირებული ხართ ახლა თითქოს ამ ურთიერთობიდან, აი ასეთი ვარიანტია აქ და ასეთი სიტუაცია. ნახოთ, მესიჯი სამყაროსგან. მეგობრებო, თუ თქვენ ვერ მიიღეთ ის, რასაც ელოდით, დრო მოვიდა იმისი, რომ აი ის ცუდი, რაც იყო აი თქვენს ურთიერთობაში, რაც იყო დიდი იმედგაცრუების, ცრემლების მიზეზი, გაუშვათ და ეს აუცილებლად უნდა დატოვოთ ძალიან დიდ გამოცდილებად. ეს არის გაკვეთილი, რომელმაც შეგძინათ სიბრძნე, რომელმაც მოგიტანათ ძალიან დიდი გამოცდილება. ეს გზა, რომელიც ტკივილიანი იყო, აუცილებლად გაგიყვანთ ძალიან დიდ შედეგებამდე. ვიცი რომ ახლა ძალიან ცუდად ხართ და არ არის მარტივი ასეთ სიტუაციებს მარტივად გავართვათ თავი, მაგრამ ეს სიტუაცია სწორედაც თქვენ გამოგიგზავნათ სამყარომ იმისთვის, რომ გახვიდეთ ძალიან კარგ ნაყოფიერ გზაზე. ეს სიტუაცია მოგეცათ იმისთვის, რომ თქვენ გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი. შეიძლება ეს ურთიერთობა იმდენად ტოქსიკური იყო თქვენთვის, რომ
ძალიან დიდ ენერგიას და ძალისხმევას გართმევდათ. აი ამ ტოქსიკური ურთიერთობის გამო თქვენ ვერ ახერხებდით თქვენი ენერგიის სწორად მართვას, თუნდაც იმას, რომ შემდგარიყავით პროფესიულად, ვეღარ უდებდით თქვენს საქმიანობას გულს, თითქოს აღარ გინდოდათ აღარც იმ თქვენი საყვარელი საქმის კეთება, აღარ მიგეჩქარებოდათ სამსახურში, ჩაიკეტეთ, აი ამ სიტუაციებმა ჩაგკეტათ და ახლა თქვენ სამყარო გთავაზობთ, აი ის გულის ტკივილი დატოვოთ და ეს გამოცდილება, აი ეს ტკივილი გამოიყენოთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დადგეთ ფეხზე და გზა გააგრძელოთ და ეს გზა აუცილებლად იქნება თქვენთვის წარმატების მომტანი. ნახოთ, კიდევ რის გმასურს თქვენთვის სამყაროს. მეგობრებო, თქვენ აუცილებლად მოგეცემათ შანსი, რომ გქონდეთ თბილი გარემო, თქვენი სახლი. მეგობრებო, შეიძლება ვინმეს გსურდათ გადადება თანხის თქვენი მომავალი სახლის შესაძენად, ან რემონტისთვის, ან რაღაცის დიდის შეძენა გსურდათ, მაგრამ იმდენად იყავით თქვენ აი იმ სიტუაციაში გართული, თქვენს ნეგატიურ სიტუაციებზე ორიენტირებული, რომ თითქოს ამ ყველაფერს თქვენს ოცნებებს და მიზნებს რაღაცნაირად იგნორი გაუკეთეთ და გადაერთეთ მხოლოდ აი იმ ტოქსიკურ და ნეგატიურ სიტუაციებზე და აქ გეუბნებათ სამყარო, რომ თქვენ უნდა დაიწყოთ წინსვლა, თქვენ ნელი ნაბიჯით უნდა დაიწყოთ წინსვლა იმისთვის, რომ თქვენი ოცნებები გაიხსენოთ, თქვენ რომ გეგონათ ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ მიაღწიოთ აი ამ მიზანს, აქ ძალისხმევის გარეშე მოგეცემათ ეს ყველაფერი უბრალოდ უნდა ადგეთ და განაგრძოთ წინსვლა, გაიხსენოთ თქვენი მიზნები, გეგმები და ყველანაირი ნეგატივის გარეშე გააგრძელოთ გზა. რა მესიჯი აქვს თქვენთვის სამყაროს? რა მესიჯი აქვს თქვენთვის სამყაროს? მეგობრებო, თქვენ ჯერ კიდევ გაწვალებთ და გაწუხებთ მოგონებები. მართალია იმ ურთიერთობაში იყო ძალიან ტკბილი მომენტებიც, მაგრამ თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ აი მოგონებების სევდიანი გახსენება, უბრუნდებით ხშირად ატრიალებთ კადრებად აი თქვენ მოგონებებს. მაგრამ როგორც კი თქვენ სძლევთ თქვენ საკუთარ თავს, გამოხვალთ აი დეპრესიიდან, შიშებიდან და აი ეჭვებიდან, თქვენ სამყარო აუცილებლად მოგიძღვნით აი იმ საჩუქარს, რაც თქვენ ძალიან გსურდათ ოდესღაც. რა მესიჯი აქვს თქვენთვის სამყაროს? მეგობრებო, დააკვირდით თქვენს თავს, დააკვირდით თქვენს თვითვეულ სიტყვას. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს ახლა აი ამ პერიოდში აუცილებელია თქვენ დააკვირდეთ თქვენს განწყობას, ფიქრებს და სიტყვებს. რაც უფრო დადებითად განეწყობით, რაც უფრო დადებითი ემოციებით იქნებით სავსე, თქვენ სამყარო გაგიღებთ კარებს წინსვლისთვის,
კომფორტისკენ, ახალ სამყაროს დაინახავთ თქვენს წინ. უბრალოდ მეგობრებო, თქვენ თითოეულ სიტყვას ძალიან დაუკვირდით, რა კონტექსტში ამბობთ, არანაირი ნეგატივი, არანაირი სევდა, ყველაფერი დაუკვირდით თქვენს თავს, ეცადეთ განიტვირთოთ, შეხვდით მეგობრებს, თუმცა პოზიტიურ მეგობრებს, გადით თუნდაც ბუნებაში ცოტა ხანს და ისეირნეთ ფეხით. თქვენ აუცილებლად გთავაზობთ სამყარო ახალ შანსს, რათა გამოხვიდეთ აი იმ მდგომარეობიდან აბსოლუტურად რადიკალურად პოზიტიური გზით წაგიყვანთ სამყარო. უბრალოდ თქვენ მას ნდობა უნდა გამოუცხადოთ და თქვენი ნდობა სამყაროს მიმართ არის ის, რომ განეწყოთ მხოლოდ გააკონტროლოთ თქვენი ფიქრები, ემოციები და რაც შეიძლება პოზიტიურ ნოტაზე, პოზიტიური ქმედებით იაროთ წინ. და მოდი ვნახოთ, რა რჩევას გაძლევთ თქვენ სამყარო კიდევ ერთი რჩევა თქვენთვის. მეგობრებო, ისევ და ისევ, აი ეს გზა თქვენ რაც გაიარეთ, ეს გზა აუცილებლად უნდა გაგევლოთ. ეს იყო ძალიან დიდი გაკვეთილი. მოეშვით წარსულს, სამყარო გეუბნებათ, ჩაეხსენი წარსულს, გაკეთეთ მედიტაციები, პრაქტიკები, მოусმინეთ შვიდ მუსიკას, თქვენ აუცილებლად უკვე უნდა დაგეწყოთ აი ეს განკურნების, სულის განკურნების პერიოდი. უბრალოდ მოусმინეთ სამყაროს, იაზროვნეთ პოზიტიურად და წინ ძალიან დიდი ბედნიერება გელით და სიყვარულიც არ დააყოვნებს თქვენს ცხოვრებაში და ეს იქნება ძალიან მოულოდნელად, როდესაც თქვენ უკვე ამას არელით. თქვენს ცხოვრებაში შემოდის ძალიან თბილი, ძალიან პოზიტიური გრძნობა, რომელიც შეავსებს აი იმ დანაკლის, რაც თქვენ გააქვთ გულში, მაგრამ ეს გრძნობა თქვენთან ვერ შემოვა მანამდე, სანამ აი ეს ძველი, დაჟანგებული, უკაცრავად, ობმოკიდებული და ტოქსიკური არ წავა. მეგობრებო, თუ არ გაუშვებთ, ვერ შემოვა ახალი თქვენს ცხოვრებაში. თქვენს ცხოვრებაში უნდა გაუთავისუფლოთ გზა ახალს, რომ შემოვიდეს, მაგრამ სანამ აი იმ ძველს და უკვე უსარგებლოს არ გაუშვებთ, ვერ შემოდის. თქვენ ბლოკავთ თქვენს თავში, თქვენს ცხოვრებაში ყველანაირ პოზიტიურ ენერგიებს, რომ შემოვიდებს. დამერწმუნეთ, რომ როგორც კი თქვენ არ არის მარტივი, ვიცი და ხანდახან მეც ძალიან მიჭირს ამ ყველაფერზე მუშაობა, მაგრამ შეუძლებელიც არ არის. როგორც კი თქვენ ნელა-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ გაუშვებთ ამ ყველაფერს, იქ სადაც საჭიროა თქვენთან შემოვა ყველანაირი პოზიტიური გრძნობები, ემოციები და ამავე დროს შემოვა ძალიან დიდი წარმატება, ძალიან დიდი სულიერი ზრდა შემოდის თქვენს ცხოვრებაში. თქვენ იფსებით როგორც პოზიტიური ემოციებით, როგორც აი იმ დადებითი ემოციებით, ასევე ძალიან დიდ თავდაჯერებულობას შეიძენთ და გეძლევათ ის ჯადოსნური ჯოხი, რომლითაც შეძლებთ აიხდინოთ ყველა ის თქვენი პოზიტიური სურვილი თუ მიზანი. ასე რომ მე თქვენ ძალიან დიდ წარმატებას გისურვებთ. მე მჯერა თქვენი, რომ ძალიან ძლიერი ადამიანები ხართ და თქვენ ამას აუცილებლად გაართმევთ თავს. მე კი კომენტარებში გელოდებით და მომავალ გაშლამდე გემშვიდობებით დიდი სიყვარულით და კარგი განწყობით.